ჯასტინ ბიბერი კიდევ ერთი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. 19 წლის ვარსკვლავს მამობას აბრალებენ. Როგორც უცნობი ქალბატონი ამტკიცებს, მისი 2 წლის ქალიშვილის მამა სწორედაც რომ თინეიჯერი გოგონების კუმირი მომღერალი გახლავთ. ის ამბობს, რომ მასა და ბიბერს მხოლოდ ერთდღამიანი ურთიერთობა ჰქონდათ. ამისი შედეგი კი მისი პატარა ქალიშვილია. ბიბერმა 2010 წელს კონცერტი მაიამიში ჩაატარა. სწორედ იმ პერიოდში გაიცნო მასმედიისათვის ჯერჯერობით სრულიად უცნობი ქალი, რომლის სიტყვებმაც კანადელი შემსრულებლის ფანები გააოგნა. თავად მომღერალი განცხადებაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს. სხვათა შორის ეს ჯასტინისათვის მამობის გადაბრალების პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ 2011-ში მას სასამართლოში უჩივლეს. მარია იატერი მომღერლისგან ყოველთვიურად $12,000 გადახდას ითხოვდა. თუმცა მისი შვილის გენეტიკური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ბავშვს ბიბერთან არანაირი კავშირი არ აქვს და პროცესიც დასრულდა. სხვათა შორის ბოლო პერიოდი კანადელი შემსრულებლისათვის ერთობ მძიმეა. ჯერ იყო და დაბადების დღე ჩაუშხამეს, შემდეგ გრანდიოზული ჯარიმა დააკისრეს კონცერტზე დაგვიანების გამო. სულ ცოტა ხნის წინ კი დუბაიში გამოსვლის დროს სცენაზე უცნობი მამაკაცი აუვარდა. ამ დროს ჯასტინი როიალთან იჯდა და სიმღერას ასრულებდა. მომენტალურად იქვე გაჩნდა დაცვაც, თუმცა ინციდენტმა ერთობ სახიფათო სახე მიიღო. როიალი, რომელთანაც რამდენიმე წამის წინ ახალგაზრდა სტარი იჯდა, დაიმტვრა და ჯასტინის დაზიანებებს ძლივს გადაურჩა.